საღამოშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. ხვალდილით პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგია ჩანიშნული. უკვე ცნობილია, რომ შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანის სარჩელის დეტალებს განმარტავს. მანამდე კვლავ უცნობი რჩება კონკრეტულად რომელი პარტია ან პარტიები, ან რომელი ინდივიდები შევლენ ასაკრძალთა სიაში. მმართველი გუნდი წინა არჩევნებზე საკუთარი ამომრჩევლისთვის მიცემულ დაპირებას ასრულებს და ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული პარტიების და პირების საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან კი 1 წელი გავიდა. ქართული ოცნება მოპოვებულ გამარჯვებას კვლავ ომსა და მშვიდობას შორის არჩევანს უკავშირებს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოცნებამ ქართულ ხალხს შესთავაზა გეოპოლიტიკური რეალობის ყველაზე მკაფიო სურათი მარტივ და გასაგებ ენაზე. არა ომს, კი მშვიდობას და რომ ეს არჩევანი მშვიდობასთან ერთად იყო ტრადიციული ფასეულობების, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების, ოჯახის, კულტურის, რწმენისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ მიცემული ხმა. არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ ქართული ოცნება პარლამენტში მარტო აღარ არის. გიორგი გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა და 12 დეპუტატით საკანონმდებლო საქმიანობაში ერთვება. მანამდე კი ლელო ძლიერ საქართველოსთან ერთად ადგილობრივ არჩევნებზე მიღებული მანდატებით საკრებულოებში შევიდა. ქართული ოპოზიციის ანგარიშზე მეხუთე არჩევდგარი რევოლუცია და მეათე წარუმატებელი არჩევნებია. ბოიკოტი ეფექტიანი ვერ გამოდგა. ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ოპოზიციური პარტიების ლიდერების დიდი ნაწილი კი ციხეში. პროტესტი გრძელდება რუსთაველზეც, მიუხედავად გამკაცრებული კანონისა და იმისა, რომ გზის გადაკეტვა ან პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა პატიმრობით დასჭადი გახდა, აქტივისტების ნაწილი კვლავ იკრიბება პარლამენტის წინ და ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს. როგორ შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება გასული 1 წლის განმავლობაში? რა გზა გაიარა ოპოზიციამ? რა პერსპექტივა აქვს პროტესტს? რატომ აღარ საუბრობენ პოლიტიკური პარტიები 4 ოქტომბრის მოვლენებზე, ღალატის ავტორზე და პასუხისმგებლობებზე? აკრძალვის შემთხვევაში როგორ შეძლებს ნაციონალური მოძრაობა საქმიანობის გაგრძელებას? რა ცვლილებებს მოიტანს პარტიების აკრძალვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? როგორ განაგრძობს ქართული ოცნება კორუფციასთან ბრძოლას? უნდა ველოდოთ თუ არა სხვა ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ ახალ კორუფციულ ბრალდებებს? ყველა მკითხვაზე პასუხებს დღეს ღამის კურიერში მოვისმენთ. ჩვენს კითხვებს დღეს ქართული ოცნებიდან ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე უპასუხებენ. ვიწყებთ ანი წითლიძით და ნაციონალური მოძრაობით, ის პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. საღამოშვიდობის ანი, მოგესალმები. მადლობა დიდი ტრადიციულად გადაცემაში მონაწილეობისთვის და ბუნებრივია დღეს თქვენთან საუბარს დავიწყებ იმ სარჩელით, რომლის შესატანადაც ემზადება ქართული ოცნება და ხვალ პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი უკვე დაანონსებულია, რომელიც დეტალებს განმარტავს. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 9 თვის ვადაში. მოდი დავიწყოთ ამით, რა მოცემულობა დგება ნაციონალური ზოგადად ქვეყანაშიც და ამაზე უმრავლესობასთანაც ვისაუბრებ, მაგრამ პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობისთვის რა ახალი მოცემულობა და რეალობა დადგება ამის შემდეგ? მოგესალმები, მადლობა შესაძლებლობისთვის. დავიწყებ იქიდან, რომ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ 9 თვე გაიწელება, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივად აქვს ეს 9 თვიანი ვადა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო ადრე იზამენ ახლა უახლოეს აგერ თვეებში და კვირაებში ამ ყველაფერს და ნინო იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაში ჩვენ ვართ ახლა, ეს ქვეყანა არის, როდესაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი მართავს ქვეყანას და რუსული საოკუპაციო რეჟიმი მართავს ქვეყანას, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის რუსული საოკუპაციო რეჟიმი ამ ქვეყანაში. ესეთ ვითარებაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და გააუქმებენ თუ არა ნაციონალურ მოძრაობას ან სხვა რომელიმე პარტიას, ეს არის მეასე ხარისხოვანი საერთოდ, იმიტომ რომ რეალურად აუქმებენ და კარგავთ ქვეყანას. იმიტომ რომ ამ ქვეყნის თავისუფლება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ ქვეყნის იზოლაცია არის, რაც ქართულმა ოცნებამ მოუტანა ამ ხელისუფლებას, ამიტომაც ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახლა ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ნინო, ეს მათ შორის თქვენს ეთერშიც მithქვამს, რომ ეს ბრძოლა დიდი ხანია გაცდა, ეს 3 წლიანი ბრძოლა რაღაც პოლიტიკურ პარტიებს. ეს ბრძოლა თავისი არსით არის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლების შესანარჩუნებლად მიმდინარეობს. თუმცა ანი, მაგალითად, თავარი მოთხოვნა როდესაც არის იგივე ვადამდელი არჩევნები, რომელსაც არ ნიშნავს ხელისუფლება, მაგრამ აი თუ რაღაც არჩევნები რომ დაინიშნოს, ამ პოლიტიკური ცხოვრებისთვის, პოლიტიკურ საქმიანობას, როგორ განაგრძობს ნაციონალური მოძრაობა? ამას გეკითხებით, როგორც პარტია.
კიდევ ერთხელ ამბობ, ეხლა პირველ რიგში ამას ვიტყვი და კიდევ ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ჯერ ერთი ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკაცრავად, მაგრამ ქოცები კი არა ვართ აქ რაღაცა ფულით, მხოლოდ ფული რო აკავშირებთ ერთმანეთთან, აგერ ღარიბაშვილს ათეულობით მილიონი რომ მოუპაროს, თურმე მილიარდობით და მაგაზე ჩვენ რო ვიძახდით და აგრესია რო ქონდა და გვადანაშაულებდნენ, რო ტყუილი არისო და მუთაკებში რო ქონია შენახული ოქროზოდები და ისინი რა ქვია, მილიონობით, მილიარდობით ლარი და აგერ ლილუაშვილს რო დღე-დღეზე იჭერენ იქ რიჟვაძე რო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, აგერ კიდე მუნიციპალური სააგენტოს დაუკავებიათ ხელმძღვანელი ლილუაშვილთან დაკავშირებული ადამიანი. ანუ ჩვენ ქოცები კი არა ვართ 13 წლის განმავლობაში რომ მხოლოდ გაყვლეფაზე არიან საქართველოს მოქალაქეებს ძარცხოვენ და თუ რამე აკავშირებთ ერთმანეთთან, ფულია, მაგრამ რომელიმე მათი მამამარჩენალი ბიძინა ივანიშვილი რომ მიადგება, მე ერთმანეთს რო უარყოფენ. ჩვენ ღირებულებების ხალხი ვართ. ის ადამიანები ვართ, ვინც ეს ქვეყანა იმ 9 წლის განმავლობაში არაფრიდან და ჭაობიდან ქართული სახელმწიფო შექმნით. ჩვენ ფასეულობები ვართ. თუმცა ბევრი დანაშაულის ჩადენაც მოხდა იმ 9 წლის განმავლობაში, ხალხატონოვანი. არა, უკაცრავად ერთი წუთით რა, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს არ უთქვამს, რომ შეცდომები არ ყოფილა. ნინო ვისვის და თქვენ კარგად უნდა გახსოვდეთ, არასოდეს არ უთქვამს, რომ შეცდომები არ ყოფილა. რა შეცდომებიც იყო 2012 წელს, ზოგადად ამის გამო გადააბარა ხელისუფლება, მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 13 წელია ხა დიქტატორას ამყარებს ამ ქვეყანაში და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან ერთად თავისუფლებას და დამოუკიდებლობას აკარგიებს ამ ქვეყანას და აგერ უკვე 130-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს და რუსეთს და ბელორუსს გაასწრო. მაგრამ კითხვას რო დაუბრუნდე, ჩვენ არ ვართ რაღაც იუსტიციის სამინისტროს ერთი ბეჭედი ან ქაღალდი ნაციონალური მოძრაობა, რომ იქ ვიღაც ბიძინა ივანიშვილმა გაგვაუქმოს უბრალოდ და აკურძალოს. მესმის, ანუ რასაც ამბობთ, უბრალოდ მე მინდა რა იცი წარმომადგენლინოთ, რომ პოლიტიკური საქმიანობას როგორ განაგრძობთ ამავე თემაზე მიკითხებით. ნახეთ, ნაციონალური მოძრაობა არ არის კონკრეტული ქაღალდი ან ბეჭედი იუსტიციის სამინისტროში. ნაციონალური მოძრაობა არის ფასეულობები და ღირებულებები. ნაციონალური მოძრაობისთვის თავარი ფასეულობა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ამიტომაც უნდა გაგვაუქმოს, უნდა ეგ ქაღალდი დაახვიოს ხვალ, რომელსაც გამოიტან შალვა პაპუაშვილი და მიმართულება თვითონ იცის, სადაც უნდა გაიკეთოს შემდეგ ეს. თუ უნდა კედელთან მიმაყენოს და დამხრიტოს, თუ უნდა კედელთან მიმაყენოს და დამხრიტოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამაჩერებს მე ანა წითლიძეს და ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წევრს, სხვანაირად ვერ გაგვაჩერებს ნაციონალურ მოძრაობას, რაც არ უნდა ქნას, რა სარჩელის არ უნდა შემოიტანოს, როგორც არ უნდა აკრძალოს, ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და ჩვენ ნინო, ანუ რა პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობთ? პოლიტიკა ამ ქვეყანაში არის მკვდარი და პოლიტიკა ამ ქვეყანაში მოკლა ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა როგორ უყურებთ მაშინ იმ ფაქტს, რომ დღეს პარლამენტი აღარ არის ერთპარტიული? საკრებულოში უკვე შევიდა, ვთქვათ, ლელოს ნაწილი და გახარეს ნაწილი. როგორ ხო დაიწყება პოლიტიკის კეთება პარლამენტში? არა, ნახეთ, პოლიტიკა ამ ქვეყანაში სანამ რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას ვერ იქნება. რუსული საოკუპაციო რეჟიმის მოშორების შემდეგ, როდესაც აღარ იქნება რუსული საოკუპაციო რეჟიმი და რაც გინდა ის დავარქვათ ამას, გინდათ მათი ჩამოშლა, მშვიდობიანი დამხობა თუ ასე შემდეგ, როდესაც რეჟიმი არ იქნება. აი მხოლოდ მას შემდეგ იქნება პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში. ეხლა პოლიტიკური პროცესი, რა პოლიტიკურ პროცესზე მელაპარაკებით? პოლიტიკური პატიმრების 90% არის ციხეში. ხვალ შეიძლება თითოეული ჩვენთაგან იყოს ციხეში. მწერლები, პოეტები, ჟურნალისტები, თქვენი კოლეგები არიან ციხეში. დღეში აკავებენ ათეულობით ადამიანს, 130-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია ამ ქვეყანაში. რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? პოლიტიკური პროცესი არ არსებობს და აქეთ ქართული ოცნების მხოლოდ მშვიდობიანი დამხობის გზა რჩება, აბა ქალბატონოვანი, თუ პოლიტიკური პროცესი არ არის. იმას, როგორ ნახეთ, მიხარით და კითხვა უნდა დავსო. იმას, რომ ქართული ოცნება, რომელიც თავის თავს ეძახის ხელისუფლებას, როგორ ურჩევს ახლა საქმეს ბიძინა ივანიშვილი, თავის გამოზრდილ მონებს, ღარიბაშვილს და ლილუაშვილს, რომ თურმე მათ უფრო მეტი ფული მოიტანეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა და როგორ ცდილობს, რომ ეს ფული მიატანიოს შავ ყულაბაში. საერთოდ რა პოლიტიკურ პროცესებზე ან სამართლებრივზე მელაპარაკებით? თქვენ ოცნებაზე საუბრობთ, მაგრამ პოლიტიკური პარტიებიც ხო არსებობენ, სხვა, თქვენ აკრიტიკებთ ქართულ ოცნებას. ხო, აი მინდა გითხოთ, ოპოზიციაში როგორ ხედავთ? ანუ ერთი წუთი დავსვამ კითხვას და მოგისმენთ. აი იგივე მშვიდობიანი დამხობა ახსენეთ და თქვენ ამ სტუდიაში ბევრჯერ ყოფილხართ 4 ოქტომბრის წინ და დამეთანხმებით, რომ ფაქტიურად ავანგარდში იყავით ამ 4 ოქტომბრის აქციის. თქვენ ამბობდით, რომ აი რაღაც პირადად ამბობდით, რომ ვარდების რევოლუციის მსგავსი მშვიდობიანი რევოლუციის მოლოდინი ქონდათ და რატომღაც ეს დღე ხო ამ დღეს ხართ, მაგრამ არ გამოვიდა ფაქტია. რატომ არ გამოვიდა? ამაზე იყო თავიდან მსჯელობა, ღალატზე საუბრობდნენ, მე ითქვა რომ ციხიდან იტყოდნენ ამას, მე ისიც ითქვა რომ კონტაქტი აეგრძალათ, მაგრამ რატო აღარავინ აღარ საუბრობს ამ თემაზე? ანუ 4 ოქტომბერმა რა გიჩვენათ და პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობას? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გზას იმისას, როგორ უნდა დასრულდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი, ჩვენ ხედავთ ზუსტად ისე, როგორც ეს
მოგვედგინა 4 ოქტომბერს, იმიტომ რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ხდება. ანუ ისევ დამხობით, ისევ რევოლუციით, ამას გულისხმობ. მხოლოდ ცვლილებებით, ნინო, მე ყველა ეთერში მათ შორის ვთქვი ეს, ყველა 4 ოქტომბრის შემდეგ და გავიმეორებ თქვენს ეთერშიც ამას, რომ კი ავანგარდში ვიყავი კი არა. ხვალაც რომ ნებისმიერმა ადამიანმა აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც გაბედეს იმ აქციის ორგანიზატორებმა, მე ანაწითლიძე ვიქნები, რომელიც ჩავერთვები ბოლომდე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმი შვიდობიანად, მაგრამ გინდა დაემხოს, გინდა ჩამოიშალოს და როგორც გინდათ ისე დააკეთოს. შვიდობიანად რას ნიშნავს? 4 ოქტომბერს შვიდობიანი იყო ის მოვლენები, ქალბატონოვანი. პროცესი 4 ოქტომბერს თუ ვინმე იყო კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული, ეს იყო ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ნინო, იმიტომ რომ თქვენ არა ორგანიზატორები, პროპაგანდისტული მედია, მაგრამ ნახეთ, მაგრამ ამ ქვეყანას არ აღიარებთ როგორც პროპაგანდისტული მედია? არა, იმას არ აღიარებთ, რომ არალეგიტიმურია ეს ხელისუფლება. როგორ უნდა აღიარო, ქალბატონოვანი, ჯერ ერთი არსებული ხელისუფლებაა და არსებულ ხელისუფლებას ვხედავ ამაზე რამდენი გვიყამათია. და ვინ ამბობს შეხვედრებზე? ნინო, ერთი მითხარით, არა, მე თქვენ აი რამდენიმე დღის წინ იყო უდიდესი აბრეშუმის ფორუმი. სადაც იყო ფაშინიანი ჩამოსული, სხვა ქვეყნის ლიდერები, საკმაოდ მაღალი რანგის თუ ვისთან იყვნენ სტუმრად, თქვენთან ქალბატონოვანი, ხო ხელისუფლებასთან. ერთი წუთით, ნახეთ, მე მაგას გითხარი ზუსტად, მე გასაგებია, რომ პროპაგანდისტული არხებისთვის თქვენ ამას არ იტყვით და რას ნიშნავს? მე ფაქტებს ხვები, ქალბატონოვანი, ჯერ რას ნიშნავს პროპაგანდისტული მედია? რამე მოვიტყუე? პროპაგანდის ნაწილია, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი ჩატარდა და ლიდერები იყვნენ სტუმრად? არა, მიპასუხე. კი, ვაღიარებ, რას ქვია, ჩემი ქვეყნის ხელისუფლება არის დღეს ქართული ოცნება 2024 წლის არჩევნების შედეგებით. კი ბატონო. კი ბატონო, რატო? ეს თუ პროპაგანდად მეთვლება, არა, პროპაგანდისტული მედია გვიწოდეთ, ანიდა. ფაქტებს ვყვები. მედია ხარ და აბა როგორ გითხრათ? ვერაფრით ვერ მივიღებ ვახშენიშვნას თქვენგან, იმიტომ რომ აბსოლუტურად ფაქტებზე დაყრდნობით გესაუბრები. კი, თქვენი შეფასება ესეც არ უშავს, არ ვჩხუბობ, კაცო, პასუხობ. მაცალეთ პოზიციის გამო. გავიგე. შეგიძლიათ მიიღოთ, შეგიძლიათ არ მიიღოთ. არა, ვერ მივიღებ საკუთარ თავზე ნამდვილად პროპაგანდისტული მედიის წოდებას. ჩემი პოზიცია მათ შორის რომ მე ვთქვით პროპაგანდისტულ მედიად. ეხლა რა გითხება და თქვენი უფლება. გავიგე რომ თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს ის რომ ეს ქვეყანა თავისუფლებას კარგავს, დამოუკიდებლობას კარგავს. ისიც გავიგე რომ ევროპული ინტეგრაციაც არ გაინტერესებდა ფეხებზე კიდიათ. გასაგებია ეს ამბავი. მე მეუბნებით ამას ქალბატონოვანი. ვერც ერთ ქვეყანას ძალიან გთხოვთ, კორექტული იყავით. ani, იმიტომ რომ არანაირი ფეხებზე კიდია ჯერ რა გამოთქმა, მე ევროპული ინტეგრაცია საერთოდ არა, იმიტომ რომ ჩემი აზრიც არის რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ბოლოს ევროპის ნაწილი. გავიარეთ და მოდით მიპასუხეთ 4 ოქტომბრის რევოლუცია იყო თუ არა, თუ რევოლუციის თელობა მშვიდობიანი. არა, არაფერი არ მინდა არ ვაპირებ თქვენ კითხვებზე პასუხის გაცემას. თქვენ გაინტერესებთ ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, კითხვა დამისვიდეთ და ეხლა მაცადეთ რომ და ამიტომ პასუხს გელოდებით კი რომ კითხვებს დამისვიდეთ და მეთქი. ნუ ჩამეჭარებით მაშინ და ყველა კითხვა დააგროვეთ. ანუ სულ გაცდით ხოლმე და გისმენთ კითხვებზე პასუხს. იყავით კორექტული და გაცდით პასუხს. ხო და იმ შემთხვევაში თქო თუ მეუბნებით, მე გეუბნებით კონტრარგუმენტს და თქვენ არ გინდათ ამ არგუმენტის მოსმენა. გისმენთ, არა გისმენთ. მეუბნებით რომ გაღელვებთ, ხო თუ იმას გეუბნებით რომ გაღელვებთ, მაშინ უნდა გაღელვებდეთ ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია და კი ბატონო, ჯერა რომ თქვენ გაღელვებთ ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, მაგრამ თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ევროპულ ქვეყანას, გარდა ორბანისა და უნგრეთისა, რომელმაც ამ ქვეყანაში აღიარა არჩევნები, რომელმაც აღიარა, რომ 2024 წლის არჩევნები იყო საპარლამენტო არჩევნები იყო ჩარტა და თავისუფლად. თქვენ ვერ დაასახელებთ ჩვენს ვერც ერთ საერთაშორისო პარტნიორს, გარდა იმისა, რომელსაც პროპაგანდისტული მედიები ეძებდა ძირითადად რუსებთან არიან დაკავშირებული, ვერც ერთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, ვერც ამერიკელებს და ვერც ევროპელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ქვეყანა სწორი მიმართულებით დემოკრატიულად ვითარდება. პირიქით ხდება ეს ყველაფერი, ნინო, და შესაბამისად პირიქით რო ხდება და მთელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელსაც მტრად აცხადებს ქართული ოცნება და აბრალებს ხან deep state-ის აგენტობას, ხან მეორე ფრონტის გახსნას და ამას შემდეგ. ამ ხელისუფლებას აღიარება არ აქვს. შესაბამისად ამ ხელისუფლებას საერთაშორისო აღიარება რომ არ აქვს. საპარლამენტო არჩევნები რომ მოიპარეს, უბედურების, მოსყიდვის, გაყალბების, დაშინების. ხო, რა ვიცი, თქვენი ყოფილი პარტნიორი გიორგი გახარია შევიდა პარლამენტში, ერთად იყავით პარტნიორები ყველა. მაგაზეც გიპასუხებთ. დაუცებთ, ნუ ეხა პარტნიორები რა ქართულ ოცნებაშიც იყო. გიორგი გახარია და ისინი მაგრამ თქვენი პარტნიორიც იყო. მინისტრს ნინო ახლა პასუხი კი, მე თქვენ გეკითხებით. ani, ხელისუფლების წარმომადგენლებს გითხავ ამას და თქვენი პარტნიორიც ხო იყო, ხო არ ვიტყუები. ესეც პროპაგანდის ნაწილია, არა. კი, ეხა ბექაოდი შარიას ჩვენი პარტნიორი იყო, ნინო, და არც თქვენ იყავით სუდად განწყობილი. მე გეუბნებით ამ არჩევნებზე, ani, ერთად გამოდიოდით პარტიები. არა, და უბრალოდ ისინი შევიდნენ პარლამენტში.
კი, ხო და მაგაზე ცალკე გიპასუხებთ, მაგრამ ამ კითხვას ამოვწურავ რას დამისვით. კი ბატონო, გისმენთ. ეხლა რატო არიან არალეგიტიმურები თქვენ ეს ისა რა ქვია მითხარი და იმ ფონზე თქო, როდესაც არავინ არ აღიარებს, როდესაც ქვეყნის არჩევნები უბრალოდ მოიპარეს. აი ამიტომ არიან რუსული საოკუპაციო რეჟიმი და როდესაც რუსული საოკუპაციო 4 ოქტომბერზე მკითხეთ თქვენ და მაგის დასრულებას ვცდილობ უბრალოდ რომ პასუხი მიიღოთ. და იმის გამო, რომ 4 რუსული საოკუპაციო რეჟიმია, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არის საქართველოს მოქალაქეების ვალდებულება და საქართველოს მოქალაქეების ნებისმიერი ფორმა ბრძოლის არის კონსტიტუციური რუსული საოკუპაციო ანუ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა იყო კონსტიტუციური, ამას გეკითხებით ზუსტად. პრეზიდენტის სასახლე. მიხეილ ყაველაშვილი. არალეგიტიმური პრეზიდენტი არ არსებობს საქართველოს კარგით, ათონელის სასახლეში კერძო, რა ვიცი, სახელმწიფო საკუთრების შენობის ღობეზე გადასვლა და შეჭრის მცდელობა არის კონსტიტუციური თუ არ არის? საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველა შენობა ადმინისტრაციული და სახელმწიფო არის ხალხის. მიხეილ ყაველაშვილი თუ ანუ ხალხ შეუძლია ესე ნებისმიერი შენობა შევიდეს და აიღოს ქალბატონოვანი. შეგეკამათებით და ეხლა მეტყვით რომ ბრაზდებიო და რანაირად ყველა შენობაში შეუძლია ნებისმიერ ადამიანს შეჭრა. ფრაზების გარეშე მე პაექრეთ კი, აბსოლუტურად კითხვებს გისვამთ, მეც მიყვარს თქვენთან კამათი. პასუხობთ, ნახეთ, პასუხობთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს აგიხსენით ახლა ლოგიკურად. ნახეთ, რუსული საოკუპაციო რეჟიმი მართავს ქვეყანას. ამიხსენით 4 ოქტომბერს როგორ იყო მშვიდობიანი ის აქცია და მე ბოლო კითხვა დამრჩა. რუსული საოკუპაციო რეჟიმი როცა მართავს ქვეყანას, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა არის საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. ყველა ადმინისტრაციული შენობა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს პრეზიდენტის სასახლე თუ ვინმეს აქვს ოკუპირებული აქვს მიხეილ ყაველაშვილს, რომელსაც არ ცნობს დედამიწის ზურგზე არავინ ქართული ოცნების გარდა. ეს რაც შეეხება 4 ოქტომბერს. ეხლა გახარიას რაც შეეხება და მათ პარლამენტში შესვლას. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ყოფილი პარტნიორები, რა ვიცი, კი, პოლიტიკაში, ქართულ ოცნებაშიც იყო და სუპერძალოვანი მინისტრს ეძახდნენ ამ ყველაფერში. კი, ასეთიც იყო, გეთანხმებით, გახარიასთან ნებისმიერი, მათ შორის ჩემს პასუხისმგებლობასაც გრძნობ, ნინო და არასოდეს არ გაგვცევი ვარ პასუხისმგებლობას. ჩემს პასუხისმგებლობასაც გრძნობ, რომ მე არ ვიყავი უფრო ხმამაღლარი და უფრო მკვეთრი, როდესაც გახარიასთან ეს თანამშრომლობა საკრებულოების რამდენიმე წლის წინ შედგა. მიუხედავად ჩემი პოზიციისა და მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვიყავი მაშინ და გადაწყვეტილების მიმღები მე არ ყოფილვარ. არა აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა, პასუხისმგებლობა ჩემზეც არის. იმიტომ რომ ქოცი რჩება ქოცად. ყოფილი ქოცი არ არსებობს, იმიტომ რომ ქოცი უდრის რუსს. ამ შემთხვევაში გახარიამ ეს დაამტკიცა. გახარიას ჰქონდა შანსი თუ მართლა მას შემდეგ რაც გამოაგდეს ქართული ოცნებიდან და კობახიძესთან წააგო შიდა ომი და ღარიბაშვილთან ჰქონდა შანსი რომ ყოფილიყო პროდასალური ოპოზიციის ნაწილი. აღმოჩნდა რომ ამ ადამიანს სულ არ აინტერესებს ეს ყველაფერი, მისთვის მთავარი არის კომფორტი, მთავარი არის რომ და სულ რაღაცა სუპერძალოვანი მინისტრობიდან აგერ სუპერგაქცეულ ადამიანამდე დავიდა და იქიდან გერმანიიდან მისთვის ახლა მთავარი არის რომ ეს თავისი დაშლილი პარტია, რომელმაც სხვათა შორის თვითონ აღიარებენ ამ შედეგებს, თორე ჩვენ არ ვაღიარებთ რეჟიმის დაწერილ შედეგებს, 60%-ზე უფრო დაბალი აიღო ვიდრე ბოლო არჩევნებზე ხმების და აი ეს ეხლა იმისთვის რომ თავი გადაირჩინოს და აი ეს ადამიანები, იმიტომ რომ ესენიც ხო ქართული ოცნების ნაწილი იყვნენ თავის დროზე, ღირებულებებით კი არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, იმით არიან რომ იქ ვიღაცები თანამდებობაზე ყავდა დანიშნული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რაღაცით რო შეინარჩუნოს, გადაწყვიტა რომ აი ეს არის მისი გამოსავალი რომ გადარჩეს რომ შევიდეს ეგრეთ წოდებული პარლამენტში. ბოლო კითხვები და დავსადე. ხალატი არაერთხელ გვითქვამს თითეული საქართველოს თითეული მოქალაქის, რომელიც იბრძვის, მათ შორის პატიმრების, რომლებიც ციხეში არიან და ამის პას გახარია გადაიხდის დარწმუნებული ვარ საქართველოს საომრჩევლში და ეხლა ქართულ ოცნებას გახარია კი არა ვერ უშოლის ვერავინ გათეთრებაში. კარგი და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, როგორ შეაფასებთ აი ამ ბოლო 1 წელი გავიდა ხო არჩევნებიდან, იგივე საზოგადოების განწყობას ოპოზიციისადმი შეიცვალა თუ არა ნდობა ბოლო წლებში, რაც შეიძლება გაიზარდა ან დაიკლო, ფიქრობთ განსაკუთრებით იმ ფონზე რომ ოპოზიციამ არათუ გაერთიანება ვერ შეძლო, ახლა ერთმანეთს დაუპირისპირდით ხო? რა რესურსი, აი რამე რესურსი დარჩა ოპოზიციაში ერთიანობის თუ ნაციონალური მოძრაობა რაღაც თავისი გზით აპირებს ბრძოლას თუნდაც გაუქმების შემდეგ? ახეთ ნინო, მე მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, რომელიც ჩემი მხრიდანაც ყოფილა, მათ შორის ზოგადად ოპოზიციაზე, მე ამ წლიან ბრძოლას შევაფასებ ისე, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი ქოცი აი ცალკე აღებული ქოცი, აი ღარიბაშვილი, ხო მაგარი ტიპი იყო და ლილუაშვილი და ხო ეგონათ რომ მაგარი ტიპები იყვნენ და აი ხო ვნახეთ რა გახდნენ, რა არარაობები გახდნენ აი წამებში უბრალოდ
და როგორ იყო მისული იმაზე, რა ქვია, სასამართლოზე და ის ლილუაშვილი საერთოდ ამ ხელაკაცი საერთოდ იმალება და აი რა უცებ როგორ ჩამოიშალნენ ეს ადამიანები. ვერც ერთი ცალკე აღებული კოცი ვერ გაუძლებს იმ ჯოჯოხეთს, რაც გამოიარა თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, კი არა, ხა ნაციონალურმა მოძრაობამ 13 წლის განმავლობაში დაჭარებით, დაკავებებით, დარბევებით, რა ვიცი, უბედურებებით, ფიზიკური დაზიანებებით, ოფისების დარბევით და ასე შემდეგ. არა მხოლოდ ოპოზიციურმა პარტიებმა, თითოეულმა ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა და იმ ადამიანებმა, ვინც რუსთაველზე დგანან. ერთი კოციც კი ვერ გაძლებდა ერთი დღე, ვერ გაუძლებდა იმ რეპრესიებს და იმ შედეგი ქალბატონოანი და რესურსი რა დარჩა ბოდიში დროს ვიწროვებ. კი მესმის ნინო, მაგრამ თქვენ დაახლოებით როგორ რაღაცას მე მარტო თქვენ არა ეს ზოგადად არა რა შედეგს ელით თქვა, ანუ შედეგამდე ხონდა მივიდეს ეს ყველაფერი. გამარჯვებას მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ 100 ჯერ დავეცემით 101 თავდგებით რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. რამდენიც არ უნდა იყოს ამ ერთწლიანმა პროტესტმა რა ანახა კობახიძის განცხადებებს გადახედეთ. ჯერ იანვარში მთავრდებოდა, მერე დეკემბერში მთავრდებოდა, მერე იქ 50 აკაცუკი იდგა. ახლა აღმოჩნდა რომ 60 დაკავებული ყავთ. მერე კიდე რაღაცა რეალურად ანახა ის რომ ერთი წლის განმავლობაში მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი ციხეში არიან, აქტივისტები ციხეში არიან, წერლები, პოეტები, ჟურნალისტები არიან ციხეში, მიუხედავად რეპრესიებისა, არ გატყდა ეს ხალხი. მიუხედავად იმისა, დღესაც ვიბრძვით და იბრძვიან და ვიბრძოლებთ. აი ეს არის მთავარი მიღწევა. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ კმაყოფილი არ ვიქნებით მანამ სანამ რუსული საოკუპაციო რეჟიმი მართავს ქვეყანას, მანამ სანამ მათ ბოლომდე არ ჩამოუშვით და არ ჩავატარებთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ამ ქვეყანას არ დაუბრუნებთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა ამ ერთი წლის ნამდვილად არის ის, რომ ჩვენ მაინც მიუხედავად ყველა რეპრესიისა, ამ ყველაფერში ვდგავართ მყარად, ვდგავართ ერთად მიუხედავად განსხვავებებისა, ერთად ამ რეჟიმის წინააღმდეგ. მანამ სანამ ჩვენ კი არა ეს ქვეყანა არ გაიმარჯვებს. და მადლობა დიდი. აუცილებლად გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ. მადლობა რომ პასუხობდით ჩემს კითხვებს, მომავალ ეთერებში სიამოვნებით ვიკამათებთ თქვენთან. მადლობათ რომ ვიყავით ჩემი სტუმარი ანი წითლიძე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და